მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ჩვენ განვიხილოთ ამ თვის ბოლომდე, ანუ ეს წელი მთავრდება და ვნახოთ როგორ დამთავრდება. ვნახოთ რა შედეგები იქნება. მე ავიღე დღეს სამი სფერო და შევხედოთ ახლა ჩვენი მნიშვნელოვანი სფეროები, ხო, რომელიც არის ეს ურთიერთობა, ეს რა თქმა უნდა ჩვენი საქმიანობა და ფინანსები. ვნახოთ რა ხდება ეხლა და რა პერსპექტივა. ანუ даже პერსპექტივა კი არა, ვნახოთ აი რა შედეგი იქნება საერთოდ წლის ბოლომდე. გავაკეთოთ მასე, რომ ვნახოთ მაინც ყველას ვიცი რომ ეგეთი რაღაცა უნდა გაინტერესდეთ, რა თქმა უნდა. სიგნიფიკაციაც აქ იქნება, შეიძლება სამივე სფერო იქნება თქვენი, იმიტომ რომ რა ხდება ეხლა ხო ვკითხავ. თუ რეზონირდება უყურეთ ბოლომდე, თუ არ რეზონირდება, ესე იგი, შეიძლება რომელიმე სფერო იქნება თქვენი. ნახოთ ეხლა. მოდით იცით როგორ გავაკეთოთ ჩვენ? თავიდან ამ სამ სფეროს რატო ვიღებ, უკვე თქვენ იცით, ვინც უკვე ჩვენთან დიდი ხანია, თქვენ იცით, რომ ეს სამივე სფერო ერთმანეთთან არიან დაკავშირებული ძალიან. და ხშირად ერთი სფერო თუ ცოტა მოიკოჭლებს, შეიძლება სხვა სფეროებიც მოიკოჭლებიან, არ არიან ისე და ამიტომ მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ დავიწყოთ, მოდით კარიერით დავიწყოთ, ხო? კარიერით დავიწყოთ, სამსახურით დავიწყოთ, მერე ვნახოთ ფინანსები და მერე ვნახოთ უკვე ურთიერთობა. ვნახოთ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია და ჯანმრთელობაც მერე რა თქმა უნდა არის ყველაფრის შედეგი, იმიტომ რომ როცა ჩვენ რამეზე ნერვიულობთ, ან როცა არასწორად გზით მივდივართ, რაღაცები გვჭირს. ხო? ჩვენ გვინდა ვიყოთ ბედნიერები, ჩვენ გვინდა ვიყოთ კარგად. ანუ ვნახოთ ახლა თქვენს კარიერაში რა ხდება ეხლა, სამსახურის სწავლა, ნახეთ თქვენ სიგნიფიკაციით მიხვდებით რა. ასეთი ანალიზი მინდა გავაკეთო თქვენთვის, რომ იცოდეთ როგორ დაამთავრებთ თქვენ ახალ ძველ წელს. ეხლა რა ხდება თქვენთან კარიერაში? პრინციპში შემიძლია გითხრათ, რომ არ არის, იცით, თქვათ, ისეთი მდგომარეობა, რომ არ გქონდეთ ძვრა. თქვენ უბრალოდ როგორ ხართ? აქ მე даже შემიძლია თქვა, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც სულ ცდილობს იყოს საჭირო, სულ რაღაცა მოძრაობა გაქვთ და აქ ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც ძალიან შეიძლება საქმე ესეთი გაქვთ, რომ თქვენ სულ ცდილობთ დაეხმაროთ იმათ, ვისაც სჭირდება თქვენი დახმარება. აი ესეთი ადამიანი აქ გამოჩნდა რა, იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი პლუს კიდე, რა თქმა უნდა, ქალი, რომელსაც ან თქვენი ბიზნესი გაქვთ, ან თქვენი საქმიანობა გაქვთ, აქ შეიძლება დაუშვათ, ზოგი მასწავლებელიც იყოს, იმიტომ რომ აქ პენტაკლების დედოფალი ცოტა ისეთია, რომ შეიძლება ვინმეს ასწავლეთ. შეიძლება მუშაობს სხვათა შორის ონლაინ, არ გამოვრიცხავთ, ან კიდე დაუშვათ, რატომღაც მოდის ჩემთან ეს ინფორმაცია, სულ მივლინებები გაქვთ, შეიძლება ეგეთი მომენტიც იყოს. ანუ აქ არის აი კიდე რო ვთქვათ, ვისთვის არის აი ეს პოზიცია, იმისთვის, ვინც მართლა არის დაკავებული საქმით, სადაც ბევრი არის, ვთქვათ, საჭირო მონაწილეობა, ანუ მოძრაობა, ცვლილებები, გადაადგილება, მაგრამ აი ამავე დროს ამ ყველაფრით ძალიან ეხმარებით თქვენ ვიღაცას, ვისაც თქვენ სჭირდებით ძალიან. კიდევაც შემიძლია გითხრათ, რომ ან თქვენი ბიზნესი გაქვთ, იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი ცოტა ესეთი ადამიანი, რომ მაგას ახლა რა თქმა უნდა თავის საქმიანობა იქნება, ყველა ვარიანტში თავის საქმე იქნება, ან არის პოზიციაზე, რომ ხელმძღვანელი შეიძლება იყოთ. აი, მოდით ახლა კიდე ბევრი რო არ ველაპარაკოთ, რაც გითხარით, პირველი რაც არის, აქ პრინციპში ეს არის მთავარი. თუ თქვენ ახლა იცანით, რომ ეს არის თქვენი პოზიცია, მაშინ ესე იგი ვნახოთ ახლა ჩვენ, აი როგორ დასრულდება ეს წელი თქვენთვის, ხო, რა შედეგი იქნება?
როგორ დასრულდება ეს წელი თქვენთვის, რა შედეგი იქნება, აი რაც ეხება სამსახურს, კარიერას. სხვათა შორის ვიღაცას შეიძლება წინსვლა ქონდა და დაგეხმარათ ვიღაც, გაიგეთ? ანუ ვიღაც ქალმა დაგეხმარათ, აი აქ ასე რომ ავიღოთ საჯარო გაშლა და დაუშვათ თქვენ ელოდებოდით დიდი ხანი თქვა დახმარებას და ანუ და ну გაღიარეს რა, რო თქვენს რომ თქვენ შეგიძლია შენ დაუშვათ ახლა იყო წინსვლა ქონდეს რა, სამსახურში ეგეთი რაღაცაც არის რა. კი ბატონო. კიდე შემიძლია გითხრათ, ნახეთ როგორ კიდე სამსახურს რაც ეხება, ანუ ძალიან შეიძლება გჭირდებოდეთ რაღაც სამსახური და ну ხო აი რომ ვიღაცამ დაგეხმარათ, რა ვიცი, აი ეგეთი მომენტი და ნამდვილად აი საჭირო დროს რომ გამოჩნდა ეს ადამიანი და ისე დროს გამოჩნდა რომ რა ვიცი და ანუ არ არის ცუდი პოზიცია, ნამდვილად არ არის რა. კარგით. მოდით ახლა ნახოთ აბა როგორ დამთავრდება ხო ეს წელი კარიერის თვალსაზრისით ასეთი ადამიანისთვის. აი სულ კიდე მიმაბრუნებს, იმიტომ გეუბნებით ხოლმე რომ სიგნიფიკაცია ესეთი რამეა, რომ აი კიდე ბევრი რო ხართ, მაბრუნებენ რა. იცით როგორი მომენტი კიდე მომივიდა აქა? შეიძლება თქვენ ფიქრობთ პირიქით სადღაც წასვლას, იმიტომ რომ ნახეთ დაუშვათ იმ ვიღაცასთან, ვისთანაც თქვენ მუშაობდით, შეიძლება იყავით ცოტა შეზღუდული და ეხლა გთავაზობენ სხვა რამეს, მაგრამ აი აქ თითქოს რაღაცა ფიგურა არის ესეთი, რომელიც შეიძლება შემოგთავაზოს. ან ვიღაცამ შეიძლება დაუშვათ ვიღაცა შესთავაზეს სამსახური სადღაც შორს, სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში. აი ეგეთი რამეც არის. და აქ აბა ვნახოთ. ოჰო, რა კარგი ენერგიებია, რო იცოდეთ თქვენ. აქ იქნება ნახა თვის ბოლომდე თქვენ რაღაცა წინსვლა მაინც გექნებათ, ყველა ვარიანტში გექნებათ. აქ ადამიანი გამოდის, როგორ იცით, ანუ მე ყველაფერი გავაკეთე, მე ყველაფერი შევძელე. ანუ თუ დაუშვათ, ნახეთ, აქ კარგად ვერ დაგანახებთ მე თქვენ ახლა ამას ხო, მაგრამ როგორ დამთავრდება თქვენთვის ეს წელი? მე ვფიქრობ, კარტი მეუბნება, რომ თქვენ იქნებით ნამდვილად, აი აქ გექნებათ რაღაც ახალი გეგმები, უეჭველი გექნებათ ყველა ვარიანტში. თქვენ სხვათა შორის გექნებათ ძალიან დიდი წინსვლა იმ საქმიანობაში, რომელიც თქვენ ძალიან კარგად იცით. თუ დაუშვათ, ეხლა არის ესეთი პერიოდი, რომ თქვა ჯერ ვფიქრობთ, რომ იქნება, არ იქნება და მერყევთ, მე გეუბნებით, რომ აი აქ ორი მაღალი არკანი არის, ხო? და კიდე შუაში არის ტუზი, ან ტუზი გვერდხების, ხო? აქ უეჭველი იქნება წინსვლა. ანუ როგორ არის, იცით როგორი შეგრძნება მოდის, რომ შეიძლება არ გჯერათ, შეიძლება ფიქრობთ, რომ რა ვიცი, აი როგორ რანაირად იქნება, მაგრამ აი თითქოს გამარჯვებული ხართ, აი აქ ძალიან ესეთი არკანებია, რომ თქვენ აქ გამოავლენ თქვენს ცოდნას, უეჭველი, იმიტომ რომ იეროფანტი არის აქ, თქვენ აქ იქნებით დაკავებული საქმით, რომელიც თქვენ მოგიტანთ წინსვლას. აი ასე ვთქვა რა. ანუ ეს ასნიშნავს, რომ ამ წლის ბოლომდე პირიქით რაღაცა შეიძლება დაგეგმავთ რამეს, ხო? ანუ აღიარებაც არის რაღაცნა ესეთი ენერგია მოდის რა, როგორც აი დაუშვათ თუ მასწავლებელი ხართ, როგორც კარგი მასწავლებელი, როგორც აი კარგი სპეციალისტი რა, ანუ წინსვლა გაქვთ. ცოტა გაცილებული ვარ და მაპატიეთ თუ ხველება თავს მაქსიმალურად ვეცდები შევეკავო. თავი. მაპატიეთ. так, აბა ვნახოთ კიდე ახლა. ну, ხო გეუბნებით რომ ანუ როგორ ახართ, იცით, შეიძლება არის ზოგჯერ ნახეთ ახლა წელიწადი მთავრდება, ხო? და შეიძლება თქვენ დაუშვათ
ფიქრობთ, როგორ რა იქნება, ну დაუშვათ ახლა კლიენტებზე ხარ დამოკიდებული, მოსწავლეებზე ხარ დამოკიდებული, რა ვიცი, თუ რა წამოვიდე იეროფანტი. და აქ შემიძლია გითხრათ, რომ ну ცოტა შეიძლება იყოს აი მერყეობა, რა ვიცი, როგორ იქნება, რანაირად იქნება, მაგრამ გეუბნებით ხო, კარგად იქნება ყველაფერი, მაგრამ აქ რა არის იცით, თქვენ რაღაც წელს კი ამთავრებთ, კარგად, ცუდად არ ამთავრებთ, მაგრამ აქ თითქოს ხო გეუბნებით, აი უკვე აქედანვე წლის ბოლოს თითქოს უკვე გეგმებს აკეთებთ მომავალი წლისთვის. აი ეგეთი რაღაც ენერგია არის რა. როგორ იქნება? არა, ძალიან მშვენივრად, კარგად, კმაყოფილი იქნებით, ძალიან კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ სხვათა შორის აქ თქვენ შეიძლება ან ახალი გეკნებათ ახალ კურსებზე შეიძლება წახვალთ, ან ახალ ცოდნას შეიძენთ, რომელიც თქვენ სამომავლოდ ძალიან დაგეხმარებათ რა, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო, ძალიან ესეთი სასიამოვნო თქვენთვის და აი როგორ იქნებით იცით, რომ ანუ ის საქმიანობა, რომელიც თქვათ ეხება რაღაც ახალი შეიძლება დაამთავროთ, ხო? აი რაც თქვენ გიზიდავთ, რაც თქვენ მოგწონთ, აი ამაში გექნება ძალიან მაგარი წინსვლა. გაიგეთ? აი თქვა შეიძლება ახალი პროფესია შეიძენთ, ან დაამთავრეთ რაღაცა დაასრულეთ, ან რამე კურსები დაამთავრეთ, ხო? და აი ეს ფიქრობთ, რომ აი მინდა ამ პროფესიით დავკავდე, მაგრამ არ ვიცი რამდენად თქვა მომიტანს მე ეგ შედეგს. მოგიტანს ძალიან კაი შედეგს, სხვათა შორის ძალიან კმაყოფილი იქნებით და თუ შეიძლება კიდე ვიღაცა სადღაც დაიწყებს სწავლას სხვათა შორის, ან კვალიფიკაციის სამაღლებლად შეიძლება დაგჭირდებათ რამე ისეთი, თქვა გაიაროთ რა, მაგრამ ძალიან კარგი იქნება შედეგი რა. ვინც მუშაობ დაუშვათ გოგოებო თქვენ აქ ოჯახებში, პრინციპში არც აქ არ არის არანაირი ცუდი პერსპექტივა, შეიძლება რაღაც საჩუქარიც მიიღოთ იმ ოჯახის წევრებიდან, ვისაც მუშაობთ, მაგრამ შეიძლება ვიღაცა დაიწყებს სხვათა შორის შეცვლეს ცოტა სამსახურს, სამომავლოდ ფიქრობს, რომ არ მინდა, ოჯახში კი კარგია, მაგრამ მინდა რომ აი ბავშვებთან ვიმუშაო, რა ვიცი, აი ესეთი ენერგია მოდის, კი? ну, ყოველ შემთხვევაში ძალიან მაგარი კარტი მოდის, აქ თქვენ იქნებით ძალიან კმაყოფილი იმით, რაც გელოდებათ, იმიტომ რომ თქვენ თითქოს ნახეთ, აი აქ ნახეთ მაღალი არკანები მეუბნებიან, რომ შენ ყველანაირად დაიმსახურე იმას, რომ აი იყო ძალიან კარგად რა. ანუ საგვარეულო გიცავს ძალიან და მე даже იმასაც ვეტყოდი, რომ თქვენ აქ რაღაცა კარმული გაკვეთილი თუ დაუშვათ გქონდათ, ну, даже სამსახურის თვალსაზრისით, ხო? დაასრულებ ძალიან კარგად. აი ძალიან კარგი დასრულება, აი თითქოს დაცული ხართ რა, მაღალი ძალებისგან, აი როგორ იცით, ანუ შენ რაც უნდა გაგეკეთებია, ხო? თქვა წერის, შენ ყველაფერი გააკეთე, იმიტომ და კმაყოფილი იქნები თქვენ, რომ მაღალი ძალები ძალიან კმაყოფილები არიან რა, იმით რომ თუ დაუშვათ კიდე ნახათ, ან ვინმე თქვა, ან გიჩივლად, შეიძლება იყოს ეგეთი რამე, სამსახურია და რა ვიცი მე, შეიძლება აქ არის ესეთი პოზიცია, რომ დაუშვათ, ну, იყო რაღაცა თქვა ესეთი მომენტები არასასიამოვნო, ხო? აქ თქვენ კმაყოფილი რჩებით ყველა ვარიანტში, რა თუ ან საბუთებთან შეიძლება გქონდეთ რამე პრობლემა, რომელიც თქვენ არ გაძლევდეთ საშუალება, რომ თქვა რამე წინსვლა გქონდეთ. აქ იმდენად გიცავენ მაღალი ძალები და თქვენი საგვარეულო, რომ ყველა ვარიანტში კმაყოფილი რჩებით რა. ძალიან კმაყოფილი რჩებით, იმიტომ რომ აქ თითქოს ანუ მიდის ცუდი ენერგიები, ყველაფერი აი რაც კი გეშინოდათ თქვენ, ხო, რისის აი ფიქრობდით, რომ უკვე ვეღარ გავიგებ, აი რანაირად ექნება ეს წინსვლა გექნებათ, კი. აი ზალას მოიკრებთ და ანუ ძალიან კარგად დაასრულებთ თქვენ ამ წელს, იმიტომ რომ აქ ამაში რო გითხეთ, აი საქმიანობას რაც ეხება, მაღალი ძალები გიწერენ თქვენ მაღალ ქულას, ხო? იმიტომ რომ ну ძალიან ისეთი ის რა ქვია, ძალიან კარგი შედეგი მომწონს მე. იმიტომ რომ აქ თითქოს როგორ არის იცით ადამიანმა რაც უნდა გაეკეთებია, ხო? ყველაფერი გააკეთა სწორად, ანუ თუ უნდა რაღაცა გესწავლათ, თქვენ ეს გზა აერჩიეთ და ამ გზაზე წახვედეთ, გაიგეთ? ამიტომ ამაშიც გეუბნებიან, რომ
ყოჩა, შენ ესე იგი შენი გზა იბოვე და გააგრძელებ ამ გზას და იქნები წარმატებული. ანუ რითიც აი თუ ეს რეზონირდა თქვენ, ხო? იცოდეთ რომ თქვენ აქ მაღალი ძალები გეუბნებიან რომ შენ რაც იყო დაგეგმილი შენთვის ამ წლის განმავლობაში ყველაფერი აი 5 ანზე რო ვიტყვიან შეასრულე. აი ეს ეგეთი ვარიანტი რა. კარგით, ნახოთ ფინანსებზე. ეხლა რა ხდება თქვენთან ფინანსებზე? ეხლა ნახოთ. რა ხდება? იცით როგორ არის? რო გითხრათ რომ თქვენ ახლა უკმაყოფილო ხართ? არა. აქ შეიძლება დაუშვათ, ზოგი იღებს ინტერნეტ სივრციდან, შორიდან, შეიძლება ვინმე ან უგზავნის, ან გიგზავნინ, ან ხარ სადღაც შორს, რა თქმა უნდა, ბევრი გოგოები აქ არიან, ვინც უყურებს ახლა საზღვარგარიდან, ბიჭებიც. რომ გითხრათ რომ არა ხართ კმაყოფილი, ვერ ვეტყვი მაგას, მაგრამ კიდე უფრო გინდათ, რაღაც სამომავლოდ კიდე გეგმავთ, რომ კიდე მინდა რომ უფრო გავაუმჯობესო ჩემი შემოსავალი, გაიგეთ? იმიტომ რომ გითხრათ რომ ეხლა უკმაყოფილო არა ხართ ნამდვილად, არა. შეიძლება თქვათ რომ უბრალოდ კიდე მინდა რომ კიდე წინსვლა მინდა და თანძალი ჩქარა მინდა რომ მოვიდეს, კი. იმიტომ რომ რაღაცა გააქვთ, რაღაცა შეიძლება მომენტი აქ იცით როგორი სიტუაცია, როცა ელოდებით კიდე შეიძლება რამეს, იმიტომ რომ შეიძლება ზოგს ახლა გასაგზავნი გააქვთ, ან გჭირდება ძალიან რაღაცებისთვის ფინანსები, არის ეგეთი მომენტი, მაგრამ აქ მაჩვენებენ რომ პრინციპში თქვენ, აქ უფულოდ არა ხართ, არა. აქ თუ ზიხარ და ბოლო კაპიკს ითვლით, არ იქნება თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ აქ ადამიანი მართლა აკეთებს კიდევაც უგზავნის, ან იღებს გზავნილს, ყველა ვარიანტში თავისი პრობლემა რაც არ უნდა იყოს, ანუ აქ არა აქ ადამიანს ამ შემთხვევაში მე ვერ ვეტყვი რომ ადამიანს აქ რაღაცა სასწაული პრობლემა თქვა ფინანსური, არა. პირიქით, ანუ როგორ არის იცით რომ თუ რამე სიტუაცია დაუშვათ დადგება, ხო, გადასაწყოდი თქვენ უცბად მაგას აგვარებთ რა, რაღაცა მოდის რაღაც ისეთი მომენტები რომ უცბად აგვარებთ. ანუ არ არის აქ ისეთი შეიძლება გქონდეთ როგორც მოვიდა, წავიდა, ეს კი ბატონო, მაგრამ ისე რომ გითხრათ რომ აქ ადამიანი არის აი ფინანსურად ცუდად ვერ ვიტყვი, ვერა. ვნახოთ აბა წლის ბოლომდე, ხო? ახლა რაც დარჩა, აბა როგორ იქნებით, ვნახოთ ახლა. ნახოთ. აქ შემიძლია გითხრათ მე, ძალიან მშვენივრად, კარგად იქნება, პირიქით. სამუშაოც კი ბევრი გექნებათ სხვათა შორის, მაგრამ ანაზღაურება ძალიან კარგი იქნება და სხვათა შორის ძალიან კმაყოფილი იქნებით თქვენ, იმიტომ რომ აქ აი როგორ გითხრათ, даже რა შემიძლია, აი რასაც ჩაიფიქრეთ, თქვენი სურვილი ასრულდება. აი ამასაც ესეც შემიძლია გითხრათ, მაგრამ აქ ფული წამოვა აუცილებლად. თუ დაუშვათ თქვენ ახლა ჩვენთან იყო აქ სიგნიფიკაციაში, ხო, შეიძლება დაუშვათ ან მასწავლებელი ხარ თქვათ, ან თქვენ დაუშვათ ხელმძღვანელიც შეიძლება იყოთ, ხო? ყოველ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ აქ ახლა შეიძლება მაჩვენებენ ახლა ოჯახიც შეიძლება იყოს, კმაყოფილი იქნებით ყველა ვარიანტში, მაგრამ ფინანსებს როგორ არის იცით, თქვენი ცოდნით აკეთებთ თქვენ ამ ფულს. აი ასეთი ინფორმაცია მოდის რა. თქვენი ცოდნიდან მიიღებთ თქვენ ფულს. აუცილებლად. კი. სტაბილურად, კარგად, მშვენივრად, იმიტომ გითხარით, აქ არ არის ეს პოზიცია, რომელიც ახლა დაუშვათ, თქვათ ადამიანი ვერ იმას, ვინც ჩემი კოლეგები ხართ, ეზოტერიკოსები, გოგოები, იცოდეთ რომ თქვენ გეყოლებათ. შეძლებთ თქვენ კლიენტებიც გეყოლებათ, ზოგს დაუბრუნდება თავისი
ადრინდელი კლიენტების, ანუ ვინც მუდმივი კლიენტები თუ ყავთ, ისინი დაგიბრუნდებიან და თქვენ მაგათ დაეხმარებით, ანუ ბევრი სამუშაო გექნებათ რა. ყველაფერი რომ აქ ახლა ყურუმიც არის, აქ არის ახლა მაგიც არის და ამიტომ ახლა უეჭველი, რა თქმა უნდა, იეროფანტიც ახლა ეს ვინც არიან ახლა ჩემი კოლეგები, თქვათ ეზოტერიკოსები, თქვენ გექნებათ სამუშაო წლის ბოლომდე. თან როგორი იცით, სასიამოვნო რომ არც დაიღლები და თან დაეხმარებით იმათ, ვისაც დასჭირდებით თქვენ. სტაბილურად კარგად იქნება. დანარჩენები, ვინც არის ეზოტერიკით დაკავებული, თქვენს იგივე შემიძლია გითხრათ, რომ ანუ შეიძლება თქვათ ახლა თუ თქვენს კლიენტებთან მუშაობთ, კლიენტები ძველი, აი რაღაც თითქოს როგორ არის, იცით, აი ვინც უკვე ყავთ სტაბილური კლიენტები, даже ისინიც კიდე აი დაბრუნებას ხედავ აქ ან მოგმართავენ ესეთი კლიენტები, ვისაც თქვენ უკვე დაუშვით ადრე ქონდათ შეხება. და ახლებიც მოდიან. ну ფინანსები ყოველ შემთხვევაში რომ გითხრათ რომ თუ გაუგებრობა რამე არის ან რაღაც თქვენთან მოდის ძალიან დიდი ნაკადი მოდის კი თითქოს სირთულეები მიდის კი აქ სურვილის ასრულება კი რამე პრობლემაც რომ გქონდეთ თქვენ გამოხვალთ თვის ბოლომდე ну ყოველ შემთხვევაში აქაც იმპერატრიცას მაჩვენებენ ბოლოს ანუ აქაც შემიძლია გითხრათ რომ თქვენ ეს წელიწადი ანუ რაც ჩაფიქრებული გქონდათ ყოველ შემთხვევაში ხუთიანზე შეასრულეთ ესეც ოჩახ ну დღეს რაღაც ძალიან ესეთი გაშლა გაქვთ ну ეხლა ჩვენი საყვარელი თემა ხო ურთიერთობა ვნახოთ ეხლა რა ხდება და მე ვნახოთ როგორ წლის ბოლომდე რა გელოდება და მე უკვე გავაკეთოთ შემდეგში პერსპექტივას ხო ახალი წლის პერსპექტივას ვნახოთ ურთიერთობაში ხო ეხლა რა ხდება ну აქ ნახეთ რა ხდება აქ მაჩვენებენ რომ შეიძლება ახლა რამდენიმე ვარიანტი წამოვა ან თქვენ ხარ შეყვარებული ან ყავთ შეყვარებული ხო ეს უეჭველი მაგრამ აქ შემიძლია გითხრათ რომ არის როგორი სიტუაცია ზოგისთვის იქნება მომენტი რომ თქვათ არის თქვენი ადამიანი სადღაც შორს და არა გაქვთ მაგასთან კონტაქტი ეხლა შეიძლება იყოს ელოდებით მაგრამ აქ თუ გაქვთ აი ძალიან მცირე კონტაქტი კიდე შეიძლება იყოს სიტუაცია როცა ну აი როგორ გითხრათ იცით აქ კიდე სხვათაშორის ვიღაცა ავად იქნება მაგრამ ან იყო ავა და განიკურნა ეხლა ეგ ინფორმაცია რა ვიცი ვინმესთვის იქნება ხო მაგრამ აქ როგორი სიტუაცია იმის მიუხედავად რომ შეიძლება თქვენ ახლა კრიზისული სიტუაცია გქონდეთ აქ შეიძლება მამაკაც პრობლემა გქონდეს სხვათაშორის ფინანსური კიდე თქვენ მაინც გინდათ ეს ადამიანი აი დავუშვით ნახეთ არ არის ეს ადამიანი სიტყვაზე ფინანსურად ისე როგორც თქვა თქვენ ну როგორც არის მიღებული რომ უნდა იყოს ხო ну რაღაც არის პრობლემა მაგრამ იმის მიუხედავად თქვენ მაინც გიყვართ ეს ადამიანი და გინდათ მასთან იყოს ну არასტანდარტული იყო არასტანდარტულს რას ვიძახი იცით ახლა მე სხვანაირი მიდგომა მაქვს საერთოდ ამ თემებზე მაგრამ რო არის ეს კლიშე რა რომ აი უნდა იყოს მამაკაცი ასე არა თქვენ აი ნამდვილად არ გაინტერესებთ აი ეს მომენტები მე მიყვარს ეს ადამიანი მორჩე კი შეიძლება ახლა კრიზისული სიტუაცია არის მაგრამ არა უშავს მე მაინც ვიცი რომ აი აქ როგორი თემა ანუ მე ამას ყველაფრის მიუხედავად მიყვარს ეს ადამიანი და მინდა მასთან ურთიერთობა აი ეგეთი მოდით ვთქვათ სიგნიფიკაცია გაიგეთ მოდით აბა ვნახოთ პერსპექტივა ну ამ როგორც ვთქვით ხო თვის ბოლომდე
ისეთ როგორი მომენტია, აქ რაღაცა რთული პერიოდი სრულდება. აი თუ დაუშვათ ქონდა თქვენ ცოტა გაუგებრობა, თუ ქონდათ რაღაც აი სრულდება, მიდის რაღაცა თქვენი ცხოვრებიდან აქ სირთულეები. ხო, მიდის. იცით როგორი მომენტია? აი ძალიან მაგარი მომენტია. ნახეთ, ვინც დაუშვათ იყავით ის რომ ადამიანისგან არ ქონდა თქვენ დიდი ხანი არანაირი, თქვათ, არც კონტაქტი, არც მოუწერია, არც რა ვიცი რა. აი აქ თითქოს ისეთ მომენტში მოგწერს ეს ადამიანი ან დაბრუნდება რომ გაოცდებით. გოგო, აქ შემიძლია თქვა ვიღაცისთვის ნამდვილად ბევრი მოყავხარ. ნახეთ რა ხდება. აი ბიჭებისთვის თქვენ აქ თვის ბოლომდე, ანუ ამ წლის ბოლომდე მოიპოვებთ სიყვარულს ყველა ვარიანტში, მაგრამ ქმარზე, აი აქ როგორი ინფორმაცია, ქმარი დაგიბრუნდება სახში დიდი სიყვარულით. იმიტომ რომ მიხვდება რომ რას დაუშვათ შეიძლება იყოს სიტუაცია ქმარზე ნახეთ, იყო სიტუაცია რომ დაუშვათ წავიდა ეს თქვათ საყვარელთან, აქ დაბრუნება არის და მიხვდება რომ ოჯახი მირჩევნია ყველაფერს. ეს ერთი ინფორმაცია. თუ არ არის თქვენი ქმარი დაუშვათ და ქონდა თქვენ უბრალოდ საყვარელი ადამიანი არის, დიდი ხანია არ გამოდიოდა კონტაქტზე ეს ადამიანი თქვათ, ხო? ანუ ინფორმაციას იმდენი თქვათ, ნუ არ ქონდათ რაღაც თავისი ბურე, შეიძლება იყოს სიტუაცია, ნაკლებობა იყო ინფორმაციის, ხო? არ ქონდათ ეს კომუნიკაცია. არაფერი შეიძლება არ იცოდეთ თქვენ ამ ადამიანზე, მე შემიძლია გითხრათ, სრულიად მოულოდნელად როცა უკვე არ ელოდებით, ეს ადამიანი გამოჩნდება, იმიტომ რომ ეს ადამიანი მიხვდება, რომ მე მიყვარხარ მხოლოდ შენ და მე მინდა შენთან ვიყო. თუ დაუშვათ თქვენ ის სიტუაცია, რომელიც მე გითხარით, რომ გქონდათ როცა ადამიანი უბრალოდ გიყვართ, ხო, ყველაფრის მიუხედავად, ხო? ნუ თქვათ, ახლა ფინანსურად დებს, არ დებს თქვენს ურთიერთობაში მონაწილეობას, თქვათ, აკეთებს თუ არა. აი აქ მე შემიძლია გითხრათ, ნუ ცოტა შეიძლება მაგის გამო კრიზისული სიტუაცია იყო. აი აქაც თქვენ მიხვდებით მაინც, აი ან ეს ადამიანი შეიძლება ისე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, რომ მიხვდებით, აი ეს ნამდვილად ის კაცია, ვისთანაც მე მინდა ვიყო ბოლომდე. აქ დიდი სიყვარულია, შემიძლია გითხრათ რა. კიდე თუ დაუშვათ თქვენ გქონდათ მომენტი, რომ არ ვიცი, ვუყვარ ვარ, არ ვუყვარ ვარ, ხო? უნდა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება, არ უნდა. შეიძლება სულ თქვათ უსიამოვნო რაღაცები იყო, მაგრამ ან დაუშვათ, ხო არის მომენტი, რომ მე ვგრძნობ, რომ უყვარ ვარ, მაგრამ არ ვიცი, ახლა მაინც ადამიანი შეიძლება არ გეუბნებათ მაგაზე, ხო? ან სიტყვა ძუნწი არის სიტყვაზე, ხო? შეიძლება თბილი იყოს, რაღაც მაგას სიტყვაზე. აქ მოვა ადამიანი და თქვენ საახალწლოდ უკვე გამოდის, რომ გეტყვის, რომ ძალიან მიყვარხარ. და კაი საჩუქარიც შეიძლება მოგართვათ რა. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ადაჟე აღარ დავამატებ, არ მინდა რომ რაღაცა, ნუ კმაყოფილი იქნებით, ძალიან კმაყოფილი იქნებით და ამიტომ არც მინდა რომ თქვათ ახლა კიდე რაღაცა დავამატოთ, რომ იმიტომ რომ ძალიან კარგი პოზიცია არის ახლა, ნუ ამაზე მეტი პოზიცია ურთიერთობაზე მეტი რაღა გინდათ უყვარხარ თქვენს პარტნიორს მიიღებთ აღიარება, შეიძლება ისეთი რამე გააკეთოს, რომ ნუ და აქ რაღაც შეიძლება დაგიმტკიცოს სიყვარული, გაიგეთ, თავისი საქციელით, თავისი ქმედებით, თავისი ნუ დაბრუნება, გოგობა, აი რაც გითხარით, ხო, ქმარზე აქ ბევრს დაგიბრუნდებათ. დიდი სიყვარული სხვათა შორის და გამოჩნდება ეს ადამიანი. აი ესეთი პროგნოზია ჩემო ლამაზებო, მე როგორც ყოველთვის გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.